ჭაუხის მთათა სისტემა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კლდოვანი მასივია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ალპინისტი სტუმრობს. რეგიონის ათვისება წინა საუკუნის შუიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, ჭაუხის სრული ტრავერსი დიდხანს არ იყო განხორციელებული. 2015 წელს არჩილ ბადრიაშვილმა პირველად გაიარა ჭაუხის სრული ტრავერსი, რაც საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო ქართული ალპინიზმისთვის. არჩილმა თავისი ასვლა მწვერვალი ჯავახიშვილი და მწვერვალ თიკანაძის მიმართულებით განახორციელა. აღსანიშნავია ის, რომ მთელი მარშრუტი არჩილმა მარტო მიარა, ანუ სოლოთი, რაც მარშრუტს კიდევ უფრო რთულს ხდის. ვიყავით ესეთები. ოფერი კარგად. ლამაზი ვარ. მე. და ვართ ჭაუხში. რომელიც არ ჩანს. მივდივართ ტრავერს, რა ქვია მაგ ტრავერს? ჭაუხს. ამინდი გადასარევი, განწყობა გადასარევი. წონა უსუბუქესი. და რა ვიცი. მე და სოფომ გადავწყვიტეთ ტრავერსის გამეორება, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით, ანუ მწვერვალი თიკანაძიდან მწვერვალ ჯავახიშვილის მიმართულებით. 2025 წლის 25 ივლისს მე და სოფო გავედით მარშრუტზე. ჩემმა და მქეთიმ მიგვაცილა მარშრუტის დასაწყისამდე და დაბრუნდა ბანაკში, რაც ჩვენთან კავშირზე ყოფილიყო. პირველ დღეს გასავლელი მარშრუტის მონაკვეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი იყო. მეც და სოფოც აქ არაერთხელ ვიყავით ნამყოფები, ამიტომაც ეს ნაწილი საკმაოდ დარწმუნებულად გავიარეთ. როგორ ახარ? რავი, მე რა მიჭერ შენი კითხები. ამოვედით თიკანაძეზე, არა ჯერ რა ამოვედით კაცო. ჯერ მოძრავთ და ამოვედით თიკანაძეზე მე და თემო. აი ეს ცოტა ხანი იყოს, მე რომ წავეკვდი. ხო და აჩოს სოლოზე გავლილი ტრავერსი გვინდა რომ გავიაროთ წყვილში და მივოძღნათ მას დიდი სიყვარულით. ეთო გვეოდება თემოს და ბანაკში. ვიცი, ამინდი ნორმალურია. ნამდვილი მთავსველური ამინდი გვაქვს. საღაიშვილი იქიდან მოვდივარ. საათი არის. აბა თქვი? კიმზე გადავაგდეთ ოკი რა, იქ თუ შეიძლება შეახოსოთ. სანდო კიმი არის. ოკი აბა.
ეს არის ცირკი და მწვერვალები. ჩვენ ახლა ვართ თებოსად ვართ? თაყაიშვილი და რჩეულიშვილის შორის. თაყაიშვილი და რჩეულიშვილის ტრავერსზე. როგორ გესმის? კარგად მესმის. დაგესმენებული ხმა გაქვს. რჩეულიშვილის ძირში ვართ. თოკების გატანას დავიწყებთ ახლა. ცოტა შევისვენებთ და გავაგრძელებთ. ორჩა რჩეულიშვილს ამოვედით. მესამე მწვერვალი. ოქში კიდე. ო ეგრია ესე ვარ გამიხედე? მაინც მაგარი ვარ კი. სახი ვარ მაინც გადავოთა ესე. მედიორ თესეულზე. ის მარალსაც შევივსებთ. დღეს დავრჩებით თესეულს ძირში. ხოდა ხვალ საათი 6 საათისთვის დილის გავალთ და გავაგრძელებთ. ხოდა ვატყობ საკარვეს ხალი ჩასავი პირველი დღის ბოლოს გავჩერდით მწვერვალ თესეულს ძირში. მიუხედავად იმისა, რომ კარავი გაშლილ ადგილას დავდგით, ქარი საერთოდ არ იყო და ღამე საკმაოდ თბილოდა, რაც ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო იმის გამო, რომ მარშრუტზე მხოლოდ ერთი საძილე და ერთი ქვერსაგები ჰქონდა წაგებული. რამდენი ვიარეთ ვაიმე არა თოლები როგორ მაგაცაბაცა დავიდით ო მეორე დღეს გავაგრძელეთ გზა მწვერვალი თესეულ ფიროსმანის მიმართულებით. თესეულ კარგად ნაცნობი მარშრუტი იყო ჩვენთვის, მაგრამ ფიროსმანზე არც მე და არც სოფო ნამყოფები არ ვიყავით. ამიტომაც მონაკვეთზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა.
ამოვედით თესეულზე. შვენიერი ამინდია, მე და თემო. და აგერ კეთო. ესე მოახოთ. ვაი. თუ აღმართის მონჩი თუ ჩაღინულია. არ გინდა რომ დაბრუნდე. ისე ზემოთ ვარ, ჯერ უნდა ამოვიდე და მე დავ. ხილათი ყავი, რავი. მაინც. იდეა ცოტა ხანი თუ დაიცდი რო ახვალ, გადნება და უფრო მარტივად დაეშვები. თესეულთან დაშვების შემდეგ გავაგრძელეთ გზა ფიროსმანისკენ. მწვერვალზე ასვლამდე ორი უზარმაზარი ჟანდარმი გადავიარეთ, რომელიც შემდგომში ფაქტობრივად უცნობი მწვერვალი აღმოჩნდა. ამ მწვერვალებზე არჩილიც თავის პოსტში და სტატიაში ვისაუბრობს. ფიროსმანის ჟანდარმზე, აი აქ თოვლიანი მონაკვეთი გვაქვს და ეს არის ფიროსმანის მწვერვალის უკვე ქედი. და ეხლა ჩვენ შევუყვებით აი აქედან ესე და იმედია დავაждებით ქედს და გავუყვებით ზევით. ესეც ფიროსმანი, დაგა. მოკლედ მეგობრებო, ამოვედით ფიროსმანზე. მაგრამ აი ამ ამოსვლას ძალიან გაგვეწევა, აი იქიდან წამოვედით. უამრავი მწვერვალი გავიარეთ აქ მოსვლამ. და რა ვიცი, კიდე გვაქვს ძალიან ბევრი ჟანდარმი გადასავლები. და ბოლოს როგორც იქნება დავუშვებით 100-იანის უნაგირზე. ესეც ფიროსმანის ბოლო დულფერი. თემო ეშვება. კიდე ქეთომ დაგვიტოვა წყალი. ესე და აგი სიყვარული. მწვერვალმა მთელი დღე წაგვართვა და 100-იანის უნაგირზე საღამოს 6 საათზე შევძელით დაშვება. ესე იგი ფიროსმანი დავასრულეთ როგორც იქნა. კაი გრძელი და რთული მარშრუტი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ბევრ ჟანდარმზე ადიხართ. ფაქტურად ერთი 7 მწვერვალი ავედით, ჩამოვედით ერთი მწვერვალისთვის. ეხლა ვართ 100-იანის უნაგირზე. ცოტას ვისვენებ, ცოტა წვიმს. გედას დატოვებული გემრიელობები ენერგიებისთვის. მოკლედ უბერავთ რა. მოკლედ ვითომ არ დავღლივართ. ესე იგი 100-იანის უნაგირზე გადავწყვიტეთ დარჩენა, იმიტომ რომ ამინდი გაფუჭდა. 100-იანის მწვერვალი ასავლელი გვაქვს, კი ტექნიკურად არა უშავს, მარტივია, მაგრამ წვიმდა წეღან და კარავიც გავშალეთ, ბარემ დავისვენებთ და შევუბერავთ. ეგრე შემიძლია, ხო? წყალი გვაქვს, ქეთოს ამოტანილი, ჩაი გვაქვს. კეთოს ამოტანილი? ქეთოს ამოტანილი, კოკაკოლებიც გვაქვს, ქეთოს ამოტანილი, გვაქვს რა. საჭმელი გვაქვს უამრავი. ასე რომ არსად გვეჩქარება. ხალ გამოიდარებს და შეუბერავთ, დაგვრჩა 4 მწვერვალი. იაბოსოფიკო. თქვა? თქვი. სათქმელი თქვა. აი ამ
სასმელით. ხო. გაუმარჯოს იმ ადამიანებს, ვინც გველოდება. ქეთოს თამადობით. ბანაკშია ნერვიულობს 9-ზე კავშირზე დავამშვიდებთ, იმიტომ რომ იცოდა რომ წუნაში ვცოცავდით და ნუ გეშინია ქეთო, კარგად თუ არ დაიყო ხედავ. საჭმელი სასმელი გვაქვს, აი ნახეთ ტუნა გვაქვს. გადაიღე. თუ შეიძლება. ტუნა გვაქვს, ნაპოვნი ექსტრაქტორით. ეგ ნაპოვნი არ არის ჩემია. აბა ის სადა. შვენივრად მივირთმევთ, საჭმლის მეტი რა გვაქვს, სასმლის მეტი რა გვაქვს. სიტყვა და სიყვარული. გაგიმარჯოს ქეთო და ყველას ვინც გველოდება და ერთ სული აქვს გაიგოს ჩვენი ამბები. მადლობა. მიდი მიაყოლე. ვაიმე. კაია. აუ რა კარგია. ასი. ესე იგი ჩვენ ვიმყოფებით დილის 6 საათზე. ასათიანის უნდა გირზე. გუშინ ჩამოვეთხრიშეთ პიროსმანიდან. გავაკეთეთ გამი აქ. ეხლა მივდივართ. ასათიანის ორიადით და ჯავახიშვილით. მაგრამ უნდა ჩავაჭიროთ, ძალიან მძიმე ჩანთები გვაქვს და ტექნიკურად საკაიფოდ და შეუბეროთ, თორემ დღეს შეიძლება ვერ მოვასწროთ და გატეხავს. საწყობი ამბობ. აი თითქოს ავედით. აი ეს არის მწვერვალი, ასათიანის. და ხედები გვაქვს. ვაუ, აქ ვიყავით. გუშინ, იქითაც ვიყავით, ოღონდ არ ჩასაკეთ. სამწუხაროდ მწვერვალ ასათიანზე ვიდეოს ჩაწერა დაგვაუწყდა და მხოლოდ სურათით შემოვიფარგლეთ. ხო და ვეშვებით ასათიანიდან. დავეშით ასათიანიდან. ეხლა თემოთოქს აგდებს, მე შემალული ვარ, რომ არ დამეყაროს. აგერ არის ჩემი ოცნების კამერუნი, რომელზეც ვერასდროს ვერ მოვხვდი. ეხლა დიდხანს არ დავისვენებთ, ეგრევე შეუბერხოთ. აბა, წავედით კამერუნზე. აცამზადა
დემო დგას კამერუნის მწვერვალზე. და მე პორტრეტია. სადა ვართ? კამერუნზე კამერუნზე ვარ პირველად ცხოვრებაში. ჩემი ოცნება ძახდა. როგორია სამი სასწრაფო? ძალიან მაგარია. ძალიან თავარი მშვიდობით დავუშვათ. დანარჩენი ძალიან კაია. აი, მწვერვალი. წერუკა. ეს არის ლეონიძე. აი იქ თუ გამოჩდება. აუ ეხა შემოვიდა. ენისლი შემოვიდა. იქ არიან ბიჭები, ქეჩემი და ქეთო და ეს ხვები. ჩავიდეთ აქ ლეონიძე და მე ჯავახიშვილი. მედი ცოტაც რა. ადი. აი, ავიდა. ოპა, ჩაარტყას ხელი. აუ რა კაია. თემო ამზადებს კამერუნიდან ლეონიძისკენ დასაშვებ სადგურს. აქედან მე ვერ ხედავ, მაგრამ აი დავეშვი კამერუსა და ლეონიძეს შორის. აი სოფოც ეშვება. ეშვება კამერუნიდან და გავაგზავნებთ ლეონიძეზე. აი, ვაგზავნებთ ძას ლეონიძისკენ. ცოტა კი გავიყალით, მაგრამ არ დაუშავს. ოფისო. კამერუნიდან ლეონიძეზე გადასასვლელი მონაკვეთი კიდევ ერთი ადგილი იყო, რომელზეც ინფორმაცია ფაქტობრივად არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მწვერვალებს შორის გადასვლამ ბევრი დრო არ წაგვართვა და კამერუნიდან დაშვების შემდეგ ძალიან მალე ავედით ლეონიძეზე. აი კამერუნი დავეშვით ორი დუმფერი, ტვერიდან ერთი შუაში და ერთი ბოლომდე გადმოვედით და გამოდივართ ლეონიძეზე, თითქმის ავედით. მიდი. დაიჯერე. ლეონიძე კამერუნიდან. აი ეს დასი ხათავშვებით. გამოიხედე? ლეონიძე. თითქმის დავეშვით. ისლიც გაიშავა. აი იქ ჩავიდეთ და ბოლომდე მწვერვალი დაგვჭა. ესე იგი
ჩამოვედით ლეონიძიდანაც. ჯავახიშვილის კულვარში და ლეონიდის კულვარში. თემო ემზადება. ეხლა მივდივართ ჯავახიშვილის სამიანზე და ისევ აქ დავაშვებით და მერე ბანაკისკენ. 6-ია თუ 7 დაიწყო, არა 6 არ არის. მოკლედ ამინდი ვერა მთლად კაი, მაგრამ არ წვიმს. მე წასე ახოსტ. რავაზია. ხო, ეს არის მე-9 მწვერვალი. 3 დღეში ჯავახიშვილი. და არის 7 წუთები. ავედით. მაჩას პირობა შევასრულე. ესე მწვერვალი. ესე თემო დაღლიდი. დავეშვით ახლა ქვევით სანამ ამინდა. მე ძალიან დაღლილი ვარ. ძალიან ასეთი რამე არ არის არ მიქნა და აღარც ვისა. კაი. ბოროტო. კეთო ეს ვიდეო იმინა შენთვის რა. უჩანთებოთ ამოვედით არაფერი არ წამოგვიდა და დავიხოცეთ კი რაღაც მწყურვილით და აი არ ვიცი რა გამარჯვების ნახევარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. იქნება ჩამოგისწროთ, ახლა სწრაფად დავეშვებით. პაკა, ვაი. სიტყვები არ გვაქვს მზადებული. აჩოს გავლილი ტრავერსი, რომელიც სოლზე იარა. გავიარეთ მე და თემომ 2 ღამეში, 3 დღეში. ეხლა ვარ ჯავახიშვილის წვერზე ბოლო. მწვერვალი იყო ეს. ხო და დავუშვებით მშვიდობით იმედია. და ბანაკიდან კიდე ჩავწერთ ერთ ვიდეოს. აჩო ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები. ჩამოვედით მანქანასთან. დღეს გავიარეთ 4 მწვერვალი და ეგრევე დავშვით ხართ ჯუთაში და მოგითხრათ რომ ძალიან ენერგია მაქვს. თქვენობით ვის ველაპარაკებ? მაყურებლებს ამ ხანაგიბო მეგობრებო. თანამემამულე. ძალიან თავიხარეთ თანამემამულეები. მაგრამ აი მანქანას რომ მოვახავდით უკვე ძალიან ბედნიერები ვართ. დღესვე დავაწევით თბილისში.